კი. არა, შედან ხოლმე სულ და კაი, აბა ჩვენ მზად ვართ. მედი გამოცხადე. მე მეგრებო გავემზადეთ ჩვენ ეთერისთვის და ვისაც გსურთ რომ მოისმინოთ დღევანდელი ეთერი, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მდგომარეობას კრიზისამდე და კრიზისის განმავლობაში, ვთქვათ რომ გადმოიწიოთ მარცხენა მხარეს დინამიკის წინ რომ მოვთავსდეთ და უკეთ გავიგოთ ხმა. მანაე დავიწყებთ საუბარს. მოდით ისაუბრეთ და ისმის კი. რაც უფრო ახლოს დაიჭერთ მიკროფონს, უფრო კარგად გავიგებთ. მაშინ დავიწყებთ. მოგესალმებით ყველა საღამო მშვიდობის და მადლობა რომ ამდენი პრობლემის და ყოველდღე ვითარების დამძიმების მიუხედავად ყველას ყოფნით გამძლეობა და თანმიმდევრულობა და მაინც აქ მოდიხართ და ჩვენს და ერთმანეთს ყველანი რომ დროს ვუთმობთ. მე მგონი ჩვენი თავების მიმართ ძალიან ასე ვთქვათ მოწყალეები და შემწყნარებლები უნდა ვიყოთ ამ რეალობაში. მე ვარ ესმა გუმბერიძე, უსინათლო აქტივისტი და დღეს მე და ანა სიხაშვილი, რომელიც არის ასევე უსინათლო აქტივისტი, ვისაუბრებთ შიშრომპირთა მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ ჩვენც რა თქმა უნდა ამ საზოგადოების წევრები ვართ და ჩვენზეც ის რაც ქვეყანაში ხდება აისახება. ერთი მხრივ მინდა ვთქვა რომ რაღაცნაირად ამ ბრძოლამ ყველანი გაათანაბრა, ანუ დიდარიც და ღარიბიც, ყოფილი თანადროის პირის და რიგითი ადამიანიც, ბიზნესმენიც და ჩვეულებრივი მშრომელიც, იმ მხრივ რომ რეპრესიები ყველას ეხება, ჯარიმები ყველას მისდის, ციხეში ყველას იჭერენ, თუმცა რა თქმა უნდა ეს რეპრესიები ყველაზე სხვადასხვანაირად აისახება და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს. ზოგადად გეტყვით რა შეშემოყრთა მიმართულებით საქართველოში აქამდე რა ხდებოდა და დავესესხები ერთ-ერთ შიშიმა ბავშვის მშობელს, რომელიც ამბობს რომ ადრე აქამდე, ანუ ჯერ რუსულ კანონამდე და შემდეგ ამ განცხადებამდე რომ თუნდაც ევროკავშირი არ გჭირდება, იმის შესაძლებლობა მაინც ქონდა რომ გვებრძოლა. და დღეს ამის შესაძლებლობაც აღარ გვაქვს, მაგრამ ამას კიდე კარგად გავშლით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან ისეთი ამაღელებელი ამბავია და სიმბოლური, რომ იმ დიდ ევროკავშირის დროშაზე, რომელიც მაქვს მოხრეული, ასევე მიკეთია საქართველოს დროშაც და მინდა რომ იმედი გამოთქვა, რომ ერთშვენიერ დღეს, ანუ ეს რეალობაში ესე იქნება, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი. საქართველო ნამდვილად ასე იქნება, ასე აუცილებლად იქნება. და ეს წონასწორობა აუცილებლად აღდგება მსოფლიოში დღეს თუ არა ხვალ, თუ არა რამდენიმე ხნის შემდეგ. საქართველოში შიშრომპირთა უფლებების მიმართულებით 2013 წელს ხელი მოეწერა გაეროს შიშრომპირთა უფლებების კონვენციას. 2020 წელს მართალია ფართო თემის ჩართულობის გარეშე, მაგრამ მაინც და ჩვენი აზრების გაუთვალისწინებლად დიდწილად მაინც მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლების შესახებ საქართველოს კანონი და ამ ორი დოკუმენტით გამყარდა ჩვენი უფლება და ის ითქვა დოკუმენტის და ესე ვთქვათ სამართლებრივი აქტის სახით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ანუ ჩვენი პრობლემები, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, არ არის გამოწვეული ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით, არამედ არის გამოწვეული საზოგადოებრივი დამოკიდებულებებით, გარემოს მიუწვდომობით და საჭირო დამხმარე საშუალებების თუ სერვისების არარსებობით. ანუ ამ დოკუმენტებმა
შეცვალეს პარადიგმა, მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობისადმი, იქიდან რომ აქამდე თვითებოდა რომ ეს არის ინდივიდის ბრალი, რაღაცა ნაკლი, ახლა ვსაუბრობთ რომ შეზღუდული შესაძლებლობა გამოწვეული არის გარემო პრობლემებით, გარემო ფაქტორებით და სოციალური ფაქტორებით. და ამაში მოიაზრება ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია თანაბრად და ისეთივე ხარისხის განათლების მიღება, როგორც ყველა სხვა ადამიანს, არ შეგვიძლია ისეთივე დასაქმებულები ვიყოთ, არ შეგვიძლია ისევე თავისუფლად გადავადგებოდეთ სივრცეში, როგორც სხვა ადამიანები და სწორედ ეს არის იმ პრობლემების არსი, რომლებსაც ჩვენ ეს ვთქვათ ვაწყდებით და არა ის, რომ ჩვენ რაღაც დიაგნოზი გვაქვს ან არ გვაქვს. და მაგალითად ეს მოდელი ამბობს იმას, რომ მისაწვდომი გარემო თუ იქნება საზოგადოებრივი დამოკიდებულებები თუ იქნება სწორი, ჩვენ ვიქნებით ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და შეიძლება ვიყოთ ისეთივე ბედნიერები, ისეთივე ლაღები, როგორც სხვა ყველა ადამიანი და რაღაცა არ ველოდოთ ხელგამოწვდირები მხოლოდ მკურნალობას და განკურნებას. და ასევე 2022 წელს მიიღეს სამოქალაქო კოდექსში ცვლილება, რომლითაც უცინათლო ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად მოვაწევოთ ხელი სხვადასხვა დოკუმენტებს და არ დაგჭირდეს ამისთვის სხვა მესამე პირებზე ჩვენი ხელმოწერის გადანდობა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენი ქმედუნარიანობა იყო შეზღუდული. ვიღაცა გჭირდებოდა სრულწლოვან ადამიანს, რომ ვიღაცისთვის მინდობილობა მიგეწერა, რომ მაგალითად გაიგეხსნა ბანკში ანგარიში, გამოგეტანა თანხა, რაღაცა გამოგეტანა სესხი, ეს უკვე საჭირო აღარ არის. თუმცა რა თქმა უნდა ვითარება რადიკალურად შეიცვალა ჯერ 2024 წლის გაზაფხულზე და შემდეგ უკვე არჩევნების შემდეგ და შემდეგ 28 ნოემბრის მერე და ყოველ დღე რაღაცნაირად უარესდება და მე მინდა ეს შევადარო ერთგვარად თვითმფრინავი კატასტროფას რო განიცდის და ადამიანები ალბათ ფიქრობენ რომ ვარდება უკვე რომ არ ვიცი ანუ კიდევ შესაძლებელია რომ გადავრჩეთ თუ უკვე ვარდებით და ვიღუპებით. აი დაახლოებით ეგეთ სიტუაციაში ვართ ეხლაც რომ ვერ ხვდებით სად ვართ. არ ვიცით ანუ ეს მდგომარეობა უფრო გავს 21 წლის შემდეგ შექმნილ საბჭოთა ოკუპაციის შედეგად თუ უფრო რუსეთის იმპერიის ბოლო წლებში რა ვითარებაც იყო, თუ საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში რა ვითარებაც იყო და როგორც დავშეთ ცხოვრობდა დისიდენტური მოძრაობა, ანუ ეგეც ვერ გაგვირკვევია და აი ანი გვეტყვის უფრო მეც იმაზე თუ რა შეცვალა აი ამ კრიზისმა, რომელიც ეტაპობრივად დაგვიდგა ამ ხნის განმავლობაში. მოგესალმებით ყველას. ჩემ მხრივაც მადლობას გეტყვით, რომ მოგვეცათ შესაძლებლობა, რომ მასა ვსაუბრობ ამ თემაზე და ასევე მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც მოხვედით აქ. ის მსხვერპლი ხო, ვიდრე მე დავიწყებდი საუბარს იმაზე, რომ რა შეცვალა ზოგადად ამ კრიზისმა, აუცილებლად მინდა სოლიდარობა გამოვიცხადო. აი ამ ადგილიდან, ამ სივრციდან რეჟიმის ტყვეებს და ყველა იმ ადამიანს, რომელზეც განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ამ კრიზისმა და რეჟიმის ხელი ყველაზე მეტად მოხდა, ასე ვთქვათ. და განსაკუთრებით მინდა სოლიდარობა გამოვიცხადო იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურებიდან, იმიტომ რომ მე ამაზე ალბათ ისმაც საუბრობს, მაგრამ ჩემი ხმაც მინდა ვახსენო, როგორ გაათავისუფლეს ერთ-ერთი უსინათლო ადამიანი გუშინ თბილისის მერიიდან, იმიტომ რომ იმ პეტიციაზე ჰქონდა ხელი მოწერილი. ფაქტობრივად გაათავისუფლეს, ან ჩამოაქვეითეს, მაგრამ ნუ შეავიწროს და ამ ადამიანმა მისი ღირსების დაცვიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ღირსეული ადამიანია, არ მიიღო აღნიშნული მოცემულობა და დატოვა მერია. სოლიდარობა მინდა ნანაბრებადეს გამოვიცხადო, იმიტომ რომ საქართველოში შიშორი პირების დასაქმება არ არის იმ დონეზე, რომ ნებისმიერ დროს რომ გადათავისუფლებენ რაღაცა ისეთი
თქოს ამ სახელმწიფოს ისეთი პირობები ქონდეს შექმნილი შეშემოპირებითი და აი ეგრევე მოახერხებ რომ ისო ახალი სამსახური თუნდაც არა მარტო რაღაცა საჯარო სამსახურში არამედ თუნდაც მოდი თქვა კერძო სექტორში ეხლა რაც შეეხება ნუ ესეც იმის ნაწილია თუ სადამდე მოვედით მაგრამ ზოგადად ესე ვიყურებ ხოლმე სულ ვამბობ რომ 2024 წლის 26 ოქტომბრამდე და 26 ოქტომბრის შემდგომ ჩვენ გვაქვს ორი განსხვავებული სურათი 2026 ოქტომბრამდე შეიძლება არ ვიცი ან შეიძლება მაშინაც ესეთი დამოკიდებულებები გქონდეთ ზოგადად მოქალაქეებისადმი არა მხოლოდ შემოპირებისათვის მაგრამ მოდით თქვათ და ვაღიაროთ რომ საზოგადოების წევრებს რაღაც იმედი მაინც ჰქონდა რომ რაღაც შეიძლებოდა 26 ოქტომბრის შემდგომ მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ უკვე მივიღეთ საერთოდ სხვა სურათი აი უცბად მართლა მეგობრებო აი 27-ში რომ გავიღვიძე უკვე მქონდა ესეთი შეგრძნება რომ გავიღვიძე უკვე არ ვიცი სადღაც რუსეთის რომელიღაც სოფელს ძალიან ცუდ შეიძლება ძალიან ცუდ შედარებას ვაკეთებ მაგრამ რაღაცა ესეთი გრძნობა დამეუფლა იმიტომ რომ მანამდე ხან ეს მომაც თქვა ხო რომ მანამდე თუ რაღაც თვალსაზრისით ვისმენდნენ რაღაცებზე ქონდათ რეაგირება დღეს არ აქვს რეაგირება მე გეტყვით ჩემ გამოცდილებას ძალიან ხშირად შეიძლება ვიღაცას გახსოვდეთ კიდეც ძალიან ხშირად TikTok-ებს სადაც ჩანს თუ როგორ ვაპროტესტებ როგორ ვითხოვ რომ იყოს ხმოვანი შუქნიშნები რელიეფური ფილები ახლად რეაბილიტირებულ ტერიტორიებზე და ნუ ამის მერე რაც ხდებოდა იყო ის რომ ანუ იყო ის რომ ეგრევე მეკონტაქტებოდნენ ხონდათ რაღაცა რეაგირება არ უნდათ ეს შავი პიარი იმიტომ რომ მათ ხომ რაღაცნაირად ფასადურად ყოველთვის ჰქონდათ ეს ამბავი რომ აი შეშემოპირ თავისებრივ მდგომარეობას ჩვენ რა პროგრესი გვაქვს და ყოველთვის აი რაღაცა ამოფარებულები იყო და დღეს ამაზე ის გავს ვიდეოები და ჩემზე მე პირად გამოსვლები და უარესები არსებობს არანაირი რეაქცია საერთოდ იმათაც აღარ ფიქრობენ რომ აი რაღაცა შეშევა ადამიანები ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და მინიმუმ ანუ რაღაცა მინიმუმი საჭიროებები დაუკვირდეთ ანუ არა ყველას აბსოლუტურად ვინც მოწინააღმდეგ წავიდა და მოდი ვთქვათ რომ ვისაც ევროპა უნდა და პროევროპულად აზროვნებს ყველას რაღაცით ყველას შევიწროება დაიწყეს და ანუ მართლაც არის ამ პროცესში ვართ თანასწორნი მაგრამ შედეგი რაც შეიძლება შეშემა ადამიანების კუთხით დადგეს არის ბევრად მძიმე და მესმის შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ ახლა ის დამოკიდებულება რომ ხო ანუ ყველას გვათავისუფლებდნენ სამსახურებიდან რაღაცა არ გვისმენენ და ასე შემდეგ მაგრამ დამიჯერეთ თქვენ შეიძლება უფრო მარტივად შეძლოთ სამსახურის პოვნა მაგრამ შეშემოპირი ესე მარტივად ვერ შეძლებს სამსახურის პოვნას 30 წლის და იმაზე მეტის წინ ასე ვთქვათ როდესაც საბჭოთა კავშირი იყო რა იყო ყველაზე ცუდი ხო ის რომ შეშემოპირები იყვნენ იზოლირებული და ანუ ამბობდნენ რომ შეშემოპირები უბრალოდ არ არსებობდნენ ქვეყანაში ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ თუ ასე გააგრძელებენ ესენი მივიღოთ ისევ აი ამ სტადიამდე და დაიკარგება ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევა და მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევაც თუ სამას არის მე მართლა ძალიან მიჭირს ხოლმე უკვე ამაზე საუბარი მაგრამ აი მოდით ერთი кейსის განვიხილოთ 2024 წლის 26 ოქტომბერს გვახსოვს რომ ბილ გეტერმა გაჟონა და რაღაცა ყველა დიგრძენით თუ როგორ დაიხმა ჩვენი უფლება ხმის ფარულობა დაიხმა ჩვენი ხო თქვენ თუ იმ წუთას დაინახეთ რომ თქვენი ხმის ფარულობა იყო დარღვეული ამაშიც კი დისკრიმინაცია არის და გეტყვით რა თქვენ თუ იმ წუთას დაინახეთ რომ თქვენი ხმის ფარულობა იყო დარღვეული ჩვენ ეს ვერ დავინახეთ ანუ წარმოიდგინეთ რამდენიმე დღის მერე რომ რაღაცა მოვისმენთ და გავიგეთ რომ თურმე ბიულეტენზე გამოჩნდა ჩვენი გაფერადებული ეს გავიგეთ რამდენიმე დღის შემდეგ თუ აი წარმოიდგინეთ როგორ სიტუაციაში ვარ და თუ ვიღაცა მიმწუთას ის რაღაცა შეშინდით მაგალითად თავში ხელი შემოიღდით რომ აი მე ხა შეიძლება რაღაცა რეპრესიის მსხვერპლი გავხდე და ასე შემდეგ ჩვენ ეს ვერ გავაკეთებთ ანუ როგორი დაუცველი არის შეშემოპირი მე ეს მინდა გაჩვენოთ როგორი დაუცველი არის შეშემოპირი
ამ ქვეყანაში დღესდღეობით. ხო, ну არ ვიცი, მოკლედ ბევრი საკითხი არის, რასაც შეიძლება ვისაუბროთ, ის რომ აღარ მისვენენ, ის რომ პრიორიტეტების ლისტში, სიაში ბოლოშიც აღარ ვართ. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველას განადგურება უნდათ, ვინც მათნაირად არ აზროვნებს და ასე შემდეგ. ჩვენ სხვა შორის რომელსაც ვამბობთ ხოლმე ძალიან ხშირად, რომ პირველი, ვისაც დაარტყავს ეს რეპრესიები, ყველანაირად ასე ვთქვათ და პირველი, რაც გაუქმდება ამ ქვეყანაში იქნება შიშეულ პირთა უფლებები და ასეც ხდება ნელ-ნელა უკვე. იმიტომ რომ აი მაგალითად რამდენიმე ხნის წინ ისიც გავიგე, რომ ის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, აქვთ დღის ცენტრები და ასე შემდეგ, აგერ გადასახადი მოთხოვეს თბილისის ყველანაირად ავიწროვებენ, რომ ამ ადამიანებმა ვერ შეძლონ ფუნქციონირება და ერთსაც დავამატებ და მე რაც მასთან გადავალ. რატომ აკეთებენ ამას? რეალურად მეგობრებო, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ამ ხელისუფლებას, დე-ფაქტო ხელისუფლებას არ უნდა ყავდეს ადამიანები, ძლიერი ადამიანები, რომლებმაც იციან საკუთარი უფლებები და რომლებსაც შეუძლიათ რომ გაუპროტესტონ და უთხრან, რომ იცი რა არის? აი მაგალითად ახლა მე რადგან ჩემიდან გამომდინარე ვამბობ, რადგან რელიეფურ ფილებზე და ხოლმე შეგვიძლია ძალიან ხშირად საუბრობ, უთხრეს, რომ აი აქ მოვანი შუქუშანი უნდა ყოფილიყო. მათ აწყობთ ადამიანები, მათ შორის შშმ პირები და არა მხოლოდ შშმ პირები, რომლებიც იქნებიან იზოლირებული საკუთარ კვერცხის ნაჭუჭში, ასე ვთქვათ, და ანუ რაღაცა არ მოითხოვენ ზედმეტს. აი ეს უნდათ რომ გააკეთონ და მე მართლა მაქვს იმედი და აი რაღაცნაირად თქვენს რომ ხვდებით ხოლმე აქციაზე რომ გამოვდივარ, და იმედი უფრო მეტად მიჩნდება, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებინებთ. იმიტომ რომ ეს ერა საქართველოში დასრულდა. და რაღაცნაირად მე მგონი იმდენი გაკეთდა ამ ქვეყანაში, რომ ჩვენ ამას აღარ მივუბრუნდეთ, ახალი თაობა ამას აღარ მივუბრუნდეს. რა ვიცი, მოკლედ. ნათქვამს გავაგრძელებ, ხო, ანუ ერთი დადებითი რაც ამ სიტუაცია მოიტანა, მე ვფიქრობ არის რომ შშმ-თემი გამოვედით ცოტა გარეთ და აქა-იქ აქციებზე ალაგ-ალაგ თქვენს ხედავთ სხვადასხვა დარღვევის მქონე, შესაძლებლობის მქონე ადამიანს, აქტივისტს, ზოგი სიტყვით გამოდის, ზოგი რაღაცნაირად ჩანს, მაგრამ სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება, რომ ისევ პლინტუს ქვემოთ და ისევ ბუტკაში შეგვაგდოს ჩვენს, ისევე როგორც ყველა ადამიანი. როცა პირველად ეს აგენტების რუსული კანონი შემოვიდა, ანი იძახდა, რომ ჩვენო პირდაპირ არ გაგვлахავენ, მაგრამ ანუ გადატანითი მნიშვნელობით გაგვлахავენ, ჩვენც გვცემენო რა, მაგრამ იცით რა, გავიდა ნახევარი წელი და პირდაპირ მნიშვნელობითაც ცემეს მინიმუმ 2 ყრუ ადამიანი ვიცით, რომელიც აქციების გამო იცემა და არ ვიცით ამ ცემის შედეგად, ანუ გამოძიება, არ ვიცით ვინმეს ბრალი თუ წარედგინა, ვინმეს პასუხი თუ მოეთხოვა, ვინმეს ელემენტარული საყვედური მაინც თუ გამოუცხადეს, ან სამსახური დაატოვებინეს, ან მინიმუმ თუ ჩამოაქვეითეს და სხვაგან თუ გადაიყვანეს მაინც, როგორც ეს ძალოვან სტრუქტურებს ზოგადად ჩვევიათ. შშმ პირებს ასევე აწერენ უკვე ჯარიმებსაც, ერთ-ერთ ასეთ ადამიანს, ნოდარ კიკნაძეს 28 მარტს აქვს პროცესი და მას აწერენ 5000 ლარს და ძალიან საინტერესოა, რა შექმნა სახელმწიფომ იმის წონა და იმის ფასი, რომ ეხლა ამხელა ჯარიმას ამ ადამიანს აწერს. და 190 ლარი აქვს თვიური ეს შშმ პირის კომპენსაცია, პენსიად წოდებული. და ძალიან საინტერესო, რამდენი წელი დაჭირდება ამ ადამიანს, რომ ეს ჯარიმა გადაიხადოს, თუნდაც აი რო წარმოვიდგინოთ, რომ მან ეს სცადოს. ამ დროს ხო აი გიგა სოფრომაძე გაათავისუფლეს ასევე, ანუ შშმ პირებს ის ყველაფერი, რაც სხვა ყველა ადამიანს ეხება, გლეხება ჩვენს, ანუ აჯარიმებენ შშმ პირების მშობლებს, რაც არის ასევე არანაკლები, იმიტომ რომ რეალურად ის მშობლები არიან ძირითადად სერვისების მიმწოდებლები ამ ადამიანებისთვის, ამ ადამიანების ასისტენტები, დამხმარეები, უფლებადამცველები და რა თქმა უნდა ის თანხა ხო, რომელიც ოჯახში არსებობს, ის ნაწილდება შშმ პირზეც და
ამას აქვს ოჯახების გამაკოტრებელი და დამაქცეველი ეფექტი, რა თქმა უნდა. და ჩვენ ვიცით, როგორ ტარდება აი ეს სასამართლოები, სადაც მტკიცებულებებს დიდად არ განიხილავენ, ანუ იქ ხა თარიღი აწერია თუ არ აწერიან, დრო ან ადგილი იმ რაღაც კამერის ამონაწილეს დიდად მნიშვნელობა არ აქვს, ანუ მართლა იდექი კორდონს იქით თუ უბრალოდ ანუ ისე იდექი ტროტუარზე ან გზაზე, მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა და ხა ჩვენთვის კიდე ან სმენა დაქვეითებულისთვის წარმოიდგინეთ, პირდაპირ არავინ არ გაფრთხილებს, რომ ეხლა აქ გზა არ უნდა იყოს გადაკეტილი ან რაღაცა და შეიძლება უცებ რავი ძაღლი გამოგეკიდა და გამოიწია და ჩამოხვედი თქვათ იმ გზაზე და შეიძლება დაჯარიმდე აი ესე რომც არ იცოდე თქვათ და ვერ წვდებოდე რის გამო და რა მომენტში დააშავე რაღაც და იმ ყრუპირებს როცა სცემდნენ ხო და როცა მიბარდნენ ნახეთ რა არის ანუ იმიტომ კი არა რომ ჩვენ ვიღაცა ანუ უფრო მეტად გვეცოდება ან რაღაც უბრალოდ ის ადამიანები შეიძლება ვერც მიბდნენ დროზე რომ მაგათ ვიღაცა უახლოვდებათ ან რის გამო სცემენ ან რა ხდება საერთოდ ასე უბნებიან და ესეც არის ძალიან დიდი რა თქმა უნდა წნეხი ჩვენზე სულ ყველაზე ხო ანუ იმასთან ერთად რომ ვიღაცებს ეშინიათ რომ სოციალურს მოუხსნიან რომ იმ ელემენტარულ სერვისს დაკარგავენ რომელზეც არიან დამოკიდებულები აქ ვიღაცებს პირადობები წაართვეს ეს ცნობილი ამბავი იყო შიშიმ ოჯახს და ეს ტელევიზიითაც გაშუქდა არც ამაზე არ ყოფილა არანაირი გამოძიება და არავისი პასუხისგებაში მიცემა და აი ამ ყველაფრის ფონზე მაინც ეს აზრი არსებობს მე ამის მინდა დავუბრუნდე კითხვით რომ რაღაცნაირად მაინც საუბრობენ რომ აი ეს ანუ შიშიმოპირთა უფლებები არის აპოლიტიკური და აი რას ფიქრობ ანი ანუ არის თუ არა ეს აპოლიტიკური და ჩვენს პოლიტიკურ ჩაჩოჩებას ხომ არ იწვევს და კიდევ უფრო მეტად ჩვენი ხმის ჩახშობას აი ეს რაღაც კომენტარი როგორ გამოვიყურებით, როგორ ვინხარ? ახლის კაცი ხარ, არა თქვენი, ისე რა ხაწევი. რა, ბევრი ვარ თუ ცოტა? როგორ ვარ? არავის რა ვიღან თუ კიდე დაგივიმებ პირველად მან სუსი არ მუშაობს. არა უშავს მეგობრებო გადაგვიღან მართლა არ ვიცი ეს ვიდეოები შეუძლიათ რომ უბრალოდ შეინახონ და პირველად სუსი შიგით არ ჭრობს. ავდეთ არ ვიცი სუსი არის თქო ყველა ინსტიტუტი რომელიც უკვე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას უკავშირდება არის სუსი რა რუსეთის კანტორა ან მეტი არა მე მაგალითად მართლა ვეღარ ვასხოვებ ყველა არის ერთი და აღარ მაქვს რაღაცა მიჯნა რომ აი მოდი რაღაცნაირად ვაპატიოთ არა უშავს გადაგვიღან შეინახონ თუნდაც რაღაცა ეს სპიჩები ყოველდღეს მაგვიწერათ დაიყენო და გვისმინა აი რაღაცა შეიცვალა რაც შეეხება იმას თუ არის თუ არა შიშიმოპირთა საკითხი აპოლიტიკური მე ამაზე სულ ერთი პასუხი მაქვს ხოლმე რომ აპოლიტიკური ტერმინი ზოგადად ჩემთვის არ არის და ზოგადად არ არსებობს მაგრამ ანუ აი ჩემთვის არის იდეურად გაუგებარი იმიტომ რომ ნებისმიერი საკითხი რაც სახელმწიფოში ხდება არის პოლიტიკური ნებისმიერი ადამიანი არის პოლიტიკური ანუ პოლიტიკა არის ყველგან აბსოლუტურად და მე მართლა ვერ ვხვდები ჩემთვის ძალიან სასაცილო არის ხოლმე აი იმ ადამიანების მოსაზრებები რომელიც ამბობენ რომ აი აპოლიტიკურია და მოდით რაღაც არა მეგობრებო ნებისმიერი საკითხი რაც ქვეყანაში ხდება ჩვენს უფლებებში ითარგმნება ორმაგად ცუდად და ხო სხვათა შორის მე სულ მაგას ვამბობ რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი რომ არ არის შიშიმოპირთა უფლებები ამიტომ არსებობს ასე მძაფრად შესაძლებლობების შეზღუდვა. შეზღუდული შესაძლებლობა არასოდეს არ გაქრება, ყოველთვის იქნება, მაგრამ მისი შემცირება და მისი ასე ვთქვათ, რაღაცა ალტერნატიული გზებით მოგვარება შეიძლება თუ ნორმალურ სახელმწიფოში ვიცხოვრებ და დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული საზოგადოება გვერდება. სხვათა შორის აი ამ საკითხთან დაკავშირებით მე იმის თქმაც მინდა რომ
თქვენთანაც ყველასთან აბსოლუტურად ერთ თხოვნა მექნება, რომ ყოველთვის, როდესაც რაღაცას გააკეთებთ, ყოველთვის, როდესაც რაღაცას თუნდაც იტყვით, იცოდეთ, რომ აი ეს ყველაფერი ჩვენზე საინტერესება. იცოდეთ, რომ ჩვენც ვართ თქვენი, ანუ იმავე საზოგადოების ნაწილი, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. და ჩვენთვის გარკვეულწილად გულდასაწყვეტიც არის ხოლმე ეს უნდა ვთქვა აუცილებლად მაშინ ის როდესაც არ ვიცი თუნდაც რაღაც შეხვედრა არის და შეშალო პირები არ არიანით და ასე შემდეგ. ამიტომ ვინც ხართ აი ყველას მინდა გთხოვოთ რომ რაღაცნაირად ეს გაითვალისწინოთ ხოლმე. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ყოველ შემთხვევაში რომ აი თუნდაც ამ პროტესტის ნაწილიც ვიყოთ ზუსტად ისე როგორც ხართ თქვენ. არ ვიცი სხვანაირად როგორ შეიძლება ახსნა ის რომ შეშალო პირთა საკითხები და შეშალო პირთა უფლებები არის პოლიტიკური არ ვიცი მეც დავამატებ ამ თემაზე, ანუ რაღაცა აზრი არსებდა, რომ ვაიმე ამ საცოდავებს ვინ რას ეტყვის და იცით რა ხალხო ეუბნებიან და გვეუბნებიან. აი ზუგდიდში მაგალითად საკრებულოს წევრმა, დეპუტატმა, არჩეულმა პირმა, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ შეჭრება პირს უთხრა, რომ აქციებზე ნუ დადიხარ, თორე ეკლესიაში არ შეგიშვებენო. და სხვა შორის ეს სერიოზული მუქა რა არის, იმიტომ რომ ვიცით რომ მაგალითად რაჭველი აქტივისტი ეთო არსანიძე უნდა გამხდარიყო ნათლია და ბავშვი არ მოანათლინეს იმის გამო რომ ის იყო აქტივისტი და არის. მე როცა დმანისში ჩავედი სოლიდარობის გამოსახატად ლაშა ჩხვიმიანისადმი რომელიც შიმშილობდა შესაძლოა ვიღაცებმა ეს იცოდეთ ვიფიქრე რომ ბარემ ანუ რაღაც პროგრამები ხომ ხორციელდება ხა დმანისში ამოქმედა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეხლა ამუშავდა პერსონალური ასისტენტის ანუ დამხმარის შიშიმოფილის დამხმარის პროგრამა მუნიციპალიტეტებში და ბარემ მეთქი მოვიკითხავ რომ რა ხდება ამ კუთხით დმანისში რა და განცხადების დაწერა ანუ მეილებს ხშირად არ პასუხობენ ელფოსტას სასამართლოდ სხვათა შორის ჩვენთვის არ არის მისაწვდომი იმიტომ რომ მე იურიდიული განათლება მაქვს და ადვოკატად ვერ ვმუშაობ იმის გამო მათ შორის რომ სარჩელს რომ წერ შესაგებელს მიგზავნიან დასკანირებულს და ჩემი კომპიუტერული პროგრამა მას ვერ კითხულობს და იგივე პრობლემები აქვს თან სხვადასხვა ონლაინ პორტალებს რაც მიწერო თქვათ მუნიციპალიტეტს და ამიტომ ვიფიქრე რომ ბარემ ადგილზე ვარ და მოდი განცხადებას დავწერ და მოვითხოვ საჯარო ინფორმაცია და ხალხო თან რომ მივდიოდი ერთი რა თქმა უნდა ხა უსინათლო ვარ და თანხლები მახდა ერთი ადამიანი და ვიყავი აი ესე გამოწყობილი ეს დროშა მეკეთა ეს რაღაცა სასტვენით და დავფიქრობდი რომ ისე მეთქი ეს განცხადება რომ დავწერო და პირადი ნომერი დავტოვო მისამართი საშიში ხო არ არის თქო რაღაცა ვემზადებოდ ჩვენთავს ვამშვიდებდი რომ რას ქვია ხა ეკეთების როგორ უნდა შემაშინდეს და თუმცა სად ბანავთ კაცო ვინ მაწერინებს იმ განცხადებას რომ მივედით კიბეებთან დმანისის მერის ანუ ვიღაც დაცვის თანამშრომელს უთხარი რომ მეთქი განცხადების დაწერა მით და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და არაო მითხრა შევიდა და კარი გაიხურა მე ვერ დავიჯერე რომ სამუშაო დღეს სამუშაო საათებში შეიძლებოდა მე არ შევეშვი სახელმწიფო სტრუქტურის შენობაში ამიტომ რამდენიმე წამის მერე დავუკაკუნე კარზე გავაღე და მეთქი უკაცრავად განცხადების დაწერა მინდა გავუმეორე და ამ დროს მეკითხება შენო დმანისის მოქალაქე ხარო და მეთქი საქართველოს მოქალაქე ვარ და ამ დროს ან თან ვერ წარმოვიდგენდი შესაბამისად მეგონა ხა შემიშვებენ მაინც რა ვიცი რაღაცა მოერიდება თუ შევეცოდები თუ რაღაცა მაგრამ ამ ხრივ არ მუშაობს მინდა გითხრათ პოზიტიური დისკრიმინაცია ასე რომ მოდი თქვენც ნუ გამოიყენებთ დიდად და ეს ფეხი და თავი ხომ გქონდა შეყოფილი და ეს კარი მეჭია და ისე გამომტაცეს სახელური ხელიდან თავის და ფეხის გამოწევა ძლივს მოვასწარი უბრალოდ რომ ფეხი არ მომყოლოდა შიგნით და კარი ანუ ჯერ დაკეტეს და რომ ვეკაჩებოდა ვეკაჩე ერთი ორჯერ ანუ ხელით ეჭირათ და მე მოვიდა გასაღებით გადამიტრიალეს კარში არა ის იყო და წარმოიდგინეთ მე თუ ასე მომექცნენ სადღაციდან ჩამოსულს და სადღაც წარმავალს მერე ხო თქვენ წარმოიდგინეთ ადგილობრივი შიმოპირი რომ მივიდეს მან და რამე თხოვნით რა ტონით დაელაპარაკებიან ან როგორ მოემსახურებიან
და იმის ნაცვლად რომ გაამხნევონ და ინფორმაცია მისცენ და გააძლიერონ, რას გაუკეთებენ? როდესაც იქ რაიმე ტიპის კითხვას დასვამს. აი აქვე მინდა ვთქვა, რომ აი იგივე უსინათლოთა კავშირში წევრები გარიცხეს კავშირიდან სწორედ იმიტომ, რომ კითხვებს სვამდნენ, აი როგორც თეატრალური სტუდენტები შევიდნენ და იქ იმყოფებოდნენ, ასე იყვნენ ამ შაშან ზაფხულში უსინათლოთა კავშირში რამდენიმე ადამიანი და სვამდნენ კითხვებს კავშირის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც ზოგი სახელმწიფო უზუფრუქტით არის, ზოგი სახელმწიფო დაფინანსებით და ეს კითხვები იქ ადმინისტრაციას აღიზიანებდა. მაშინ არავის არ გაუგდიათ, მაგრამ ადგნენ და გარიცხეს. თუმცა დღეს მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანების სასამართლომ დღეს ყველაფრის მიუხედავად აღადგინა წევრებად და ასე კომპენსაციას დააკისრა კავშირს და დისკრიმინაციაც დაადგინა, რომ ამ ადამიანების პოლიტიკური და ზოგადად შეხედულების გამო გაირიცხნენ და შეეწირნენ ამ ყველაფერს. ამით იმის თქვა მინდა, რომ ბრძოლას აზრი აქვს, მაგრამ ჩვენთვის ამ ბრძოლას კიდევ იცით ძალიან სხვა ფასი აქვს რა. ანუ ჩვენ რო ეხლა აქედან წავალთ მაგალითად ხო და ავტობუსში ჩავჯდებით, ჩვენ კიდე იმაზე მოგვიწევს იმ ავტობუსში სატრანსპორტო კომპანიაში დარეკვა, რომ რატომ არ ცხადდება გაჩერებები. იქ კაცა გვეტყვის, რომ კაცა ჩვენ გითხარით და ისე ჩამოგსვამთ. ვიღაცა გვეტყვის, მე იმას და აგვხსნათ, რომ ჩვენ რა ვიცით ეხლა ვინ როდის ჩადის და ეს ზოგადად ძალიან კაია, რომ გაჩერება ცხადდება, რომ ჩვენ მაგით ვიგებთ. სად ვართ, ზოგადად ავტობუსები როგორ მოძრაობს ქალაქში, რა მარშრუტს გადის, ანუ ძალიან ბევრ რამეს ჭირდება ეს რა, ორიენტირად როგორც მეტროსადგურების გამოყენება შეიძლება, ასევე შეიძლება ავტობუსის გაჩერებების, ასევე და ამას ყველაფერს ვუხსნით ადამიანებს, რომ როცა თუნდაც ჩვენი დახმარება რეალური ძალით სადმე კერენ დაგვსვან, როცა გაჩერებას არ გამოაცხადებს ავტობუსი, უნდა დაარეკონ სატრანსპორტოში და მოითხოვონ, რომ ეს გამოცხადეს და ხელოსანი გამოიძახონ და შეაკეთონ თუ საჭიროა. ერთ სიტყვით და აი მარტო ამ დღის მინდა ვთქვა ეს ბრძოლა და ერთი რასაც ასევე მე ბარემ შევაჯამდი, მე ანის გადაცემის შესაჯამებლად ეს პროტესტი რომ იყოს, ამას ხშირად მეკითხებიან, რომ რა გვეშველება. და ჩემი აზრით აი ეს პროტესტი ზუსტადაც რომ უნდა გაფართოვდეს და გადავიდეს, ანუ გაიშალოს, იმიტომ რომ ის რაც ხდება სახელმწიფოში, ეს ყველაფერი პატარა მასშტაბით ხდება სხვადასხვა ორგანიზაციებში, იქნება ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, იქნება ეს სხვადასხვა კავშირები, სპორტული ფედერაციები, სასამართლოები და სხვა უამრავი სტრუქტურა, ხო, ტრანსპორტი და აი ამ მიმართულებით ჩვენ თუ გამასწრებთ ამ ყველაფრისგან შედგება ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და აი ამ მიმართულებიდან ჩვენ გავაშვით პროტესტს, უფრო მეტ ადამიანსაც გავაგონებთ ჩვენს ხმას და აქ მოდი გავჩერდები და ანის თხოვ სამომავლოდ ის როგორ ხედავს ვითარებას, რომ გვითხრას და შეგვიჯავოს და მე უკვე კითხვებზეც გადავიდეთ, რომ დროს შეიძლება ვერ ვაკონტროლებდეთ, თქვენ კარგად. საუბრობდა წეგან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე და მაგალითად ჩემი გამოცდილება ძალიან მოკლედ მინდა რომ გაგიზიაროთ. ყოველთვის როცა მე ძალიან ხშირად ვითხოვ ხოლმე საჯარო ინფორმაციას თბილისის მერიიდან, იმიტომ რომ ძირითადად ჩემი აქტივიზმი ამას უკავშირდება. და ყოველთვის როდესაც ვითხოვდი ხოლმე ინფორმაციას, ანუ სახლში რომ მომქონდათ წერილი პასუხი, კურიერები მირეკავდნენ ხოლმე და მეუბნებოდნენ, რომ იცი რა მოგაქვს და სახლში ხომ იქნები. აი ყოველთვის აბსოლუტურად. მე არ მახსოვს არც ერთი წერილი, რომელიც მოსულიყო ჩვენთან და რაღაცნაირად არ დაერეკა კურიერს. ერთი კვირის წინ მომივიდა ორი წერილი ორ სხვადასხვა დღეს და მეგობრებო, იცით კურიერმა რა დაწერა? სახლში არ იყო და ტელეფონი გაჩშული ჰქონდაო და ორივე დღეს ორივე ჯერზე სახლში ვიყავი, არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებიც და მეორე დღეს რაც დაწერა, რომ აი ტელეფონი გაჩშული ჰქონდა, მთელი დღე ტელეფონი მეჭირა, რაღაც საქმეებს ვაკეთებდი ტელეფონით. ანუ მე ისე თქვა მინდა, რომ ანუ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც დროულად ვერ მივიღოთ, ვაფიჯანჯლონ. იქნებ მე იმასაც ვფიქრობ, რომ იქნებ საერთოდ მოვიდეს კაცო და არც წაიღოს ეს. ანუ ბევრი თემა არის რა და მე ამით ისეთ თქვა მინდა. ყველა სხვადასხვანაირად
ნაკლებად გვირწყავს ეს რეჟიმი. ყველას გვაჭერს იმ სუსტ წერტილში, რომელიც შეიძლება ჩვენთვის სისუსტე იყოს. ეხლა წარმოიდგინეთ, ძალიან რთული ეხლა ისმე საუბრობდა, რომ ავტობუსში როგორი სირთულეები გვაქვს, ზოგადად ინფრასტრუქტურა როგორი პრობლემურია და ასე შემდეგ. ჩემთვის რა ხარ მე ავდგე და თბილისის მერიაში წავიდე, გამოვიტანო წერტილი, ეს არ არის მარტივი ამბავი, დღემდე ვერ გამოვიტანე. ხო, და რა ჩახობა იმას თუ მე როგორ ხედავ ამ ყველაფერს არის ის, რომ ხო, ეს საბჭოების თემა კიდევ, ეს არის ჩემი ტკივილი, იმიტომ რომ მე სულ ვამბობ, რომ რაღაცნაირად იქნება, კი მესმის, რომ ჩვენ საერთოდ სხვა რეალობა დაგვიდგა, მაგრამ მე სულ მინდა, რომ ის მაინც რა წლების განმავლობაში იქნებოდა, რაღაცნაირად შევინარჩუნოთ, მაგრამ მეგობრებო, რა საკონსულტაციო საბჭოც არსებობდა შშ პირთა საკითხების მიმართულებით, ფაქტობრივად ჩამოიშალა. მაგალითად, თბილისის მერიაში საკონსულტაციო საბჭოს, ასე ვთქვათ, წევრების მიღების განაცხადები, რომ დაიდო განაცხადების მიღება უბრალოდ რომ გამოცხადდა აგვისტოში, დღემდე არ ყავთ წევრები აყვანილი, იმიტომ რომ არ აწყობთ. ანუ ორგანიზაციებთან, აქტივისტებთან ურთიერთობა საერთოდ აღარ უნდათ. ანუ ყველანაირი ხიდი, რაც არსებობდა ჩვენსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის აღარ არსებობს, მოიშალა, ანუ თვითონ გადაწყვეს ძირითადად და განსაკუთრებით ახლა თბილისის მერიაში, იმიტომ რომ რაღაცნაირად ანუ რო შეიძლებოდა რომ შეერჩეთ ხარისწორები აღარ შეერჩეს და ამისი მიზეზი არის ის რომ მოიწევს შემთხვევაში რომ კიდე იღებენ ამისი მიზეზი არის ის რომ თითქოს რაღაცა რეორგანიზაცია ხდება და რაღაცა თვითონ გამოწვეული ამბები და ხო მე ყოველთვის რას ვფიქრობ ხოლმე ისეთ რომ წარმოიდგინეთ შარშან მეც ეს მანც რაღაცა საუბრობდით გენდერულ კვოტებზე, საუბრობდით იმაზე, რომ აი არ დაგვიზახოთ ბავშვებო, რაღაცა და ასე შემდეგ, რაღაცა ადვოკატირება შეგვეძლო. წელს ანუ ამაზე ვეღარც კი ვფიქრობთ, იმიტომ რომ ფიზიკურ საფრთხეობაზე მიდგა საქმე. მაგრამ მე რა მინდა ისეთ ანუ ერთი რაც ამ პროტესტმა და ამ კრიზისმა დაგვანახა არის ის რომ ჩვენ ერთმანეთის გავდგეთ. ანუ იმ ადამიანებმა შეიძლება რომლებსაც არ გესმოდათ თუნდა შშ პირთა უფლებები და ასე შემდეგ ჩვენ ერთმანეთს გავდგეთ. გავხდით უფრო სოლიდარულები ერთმანეთისადმი. მე მართლა ეგ მომშვიდებს რომ ზუსტად ვიცი რომ ამათ შევცვლით ამ რეალობას შევცვლით იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მოხდება სხვანაირი სცენარი უბრალოდ არ არსებობს და მე ის ხარია რომ აი ეს ხალხი მე ხო ის ისევ საზოგადოების წევრები ვიქნებით ძალიან გაზრდილები ვართ, ძალიან გავიზარდე და უფრო მეტად გავიზრდები. სოციალური პასუხისმგებლობა გაჩნდა, ერთმანეთზე ზრუნვა ვისწავლეთ და ასე შემდეგ. მოკლედ ამ აქციებმა, ამ კრიზისმა შეიძლება ქართულ ოცნებას და რაღაცა რუსულ საცეცებს ეგონოს რომ ვინმეს არ გასუსტებე, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გავძლიერდით. ბევრი რაღაც ვისწავლეთ ერთმანეთისგან და მე ისიც მიხარია რომ დღეს თქვენ აქ რომ ჩვენ მოგვისმინეთ ესეც ძალიან დიდი მიღწევა, იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ წახვალთ და სხვებს მოუყვებით. ის სხვები კიდე სხვას მოუყვებიან და ასე შემდეგ. ამიტომ მე მართლა პოზიტიურად ვუყურებ ამ პროცესებს. მართალია ხანდახან ცოტა შემეშინდება ხოლმე რაღაცების და შფოთვები შემომიტევ. მაგრამ რა ვიცი, ანუ მაინც გონია რომ ჩვენ აუცილებლად გადავრჩებით და ვიქნებით ერთიანი, ინკლუზიური, დემოკრატიული საზოგადოება. მადლობა ძალიან მიყვარს. მოგესალმებით, მადლობა საინტერესო მოხსნებისთვის. მე მაინტერესებს თქვენ როგორ ახერხებთ ინფორმაციის მიღება, რა წარმოებდნენ მიღებთ, როგორ გასწავლოთ რა არის სწორი, არასწორი და თქვენ აი ამ ინფორმაციულ ამ რაღაცა განზრახ ველში როგორ ახერხებთ გამოწვევას. ან თქვენში ჩამოყალიბება სწორი ინფორმაციის ასე ვთქვათ. მადლობა ამ კითხვისთვის. მადლობა რომ მომეცი შესაძლებლობა ცნობიერება ავამაღლა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს სპეციალური ეკრანის წამკითხველი პროგრამა, რომელიც იწერება ტელეფონში, კომპიუტერში და ასე შემდეგ.
და ჩვენი ინფორმაციის წყარო, ასე ვთქვათ, არის ეს, რომ ტელეფონშიც ვკითხულობთ, რა ხდება სხვადასხვა ონლაინ მედიას ვეცნობით, რა თქმა უნდა, ტელევიზიას და ასე შემდეგ, მაგრამ მოდით ვაღიაროთ, რომ ყოველთვის არ არის და ყველა ვებგვერდი, ყველა ონლაინ მედია თუნდაც არ არის მისაწვდომი უსიაცხო ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ეკრანის წამკითხველი პროგრამა შეიძლება არ იყოს შესაბამისობაში რომელიმე ვებსაიტთან. მაგრამ მოდით ვთქვათ, რაღაც განსხვავებებია, მაგალითად, ყრუდეს მენადაქვეითებული ადამიანების შემთხვევაში ისინი ძალიან უჭირთ ინფორმაციის მიღება, ლიმიტირებული არის მათთვის ინფორმაცია, იმიტომ რომ ჟესტური ენის თარგმანი, ასე ვთქვათ, არ აქვს მედიებს, ხო? აგერ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ვიცი, აქვს და ესეც ძალიან შეზღუდულად, ან როგორ უნდა ხდებოდეს, ხო? ანუ აბსოლუტურად მთელი დღის განმავლობაში წესით და რიგით უნდა შუქდებოდეს, უნდა ითარგმნებოდეს ეს ყველანაირი ინფორმაცია ჟესტურ ენაზე, იმიტომ რომ ერთია რომ მაგალითად ჩვენ გვაქვს უფლება გქონდეს ინფორმაცია, მაგრამ მე შეიძლება მინდოდეს რომ რაღაცა გასართობ გადაცემასაც ვუყურო და მინდა რომ ვიგებდე, ხო, პირობითად. მაგრამ ნუ რაღაცნაირად ეს ამბავი ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული, მაგრამ უსინათლობის შემთხვევაში ესეა, რომ გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომლითაც ვეცნობით სხვადასხვა ინფორმაციებს და ჩვენც ვწერთ, ვკითხულობთ, რაღაცა წერთ სხვა შორის აკადემიურ დონეზეც და ასე შემდეგ. Facebook-ზეც პოსტავთ, სკროლავთ, TikTok-ებიც გვაქვს, რავიანი გადაღებებსაც ახერხებს თავისით ხოლმე. ხო, ერთადერთი აი ვიდეოების მოჭრა ძალიან მიჭირს, მე ვერ ვჭრი და მოკლედ სულ ვეძებ ხოლმე ვინმეს, იმიტომ რომ ეხლა ეს Facebook-მა რო პოლიტიკა შეცვალა და ლაივები რო 30 დღის მერე წაიშლება, ნუ მოკლედ ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია, ისე როგორც სხვა ბევრი ადამიანისთვის და კი ყრუპირებისთვის, ანუ არც სუბტიტრები არ არის, არც ჟესტური ენის თარგმანი, ძირითადად რაც არის მხოლოდ პროსახელისუფლებო არხებზე. და ესეც რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ხო, ანუ ეგეც პრობლემა არის, რომ მიუკერძოებელი, ანუ დაბალანსებული რაღაც ინფორმაციის ვერ იღებ. ხო, ან იმითხრა მარტო პირველ არხზე არის, სადაც ანუ სხვა პროსახელისუფლებო არხებზეც არ არის. ხო, ნუ მოკლედ ეს ამბავი არის ინფორმაციას და კიდევ ის, რომ ზოგჯერ აი მაგალითად რაღაცა სკრინები რო ვიდება, მაგას ვერ ვიგებთ ხოლმე შინაარს თუ ტექსტიც არ ახლავს და ესეთ პატარ-პატარა პრობლემები, თუმცა ძირითადად მაინც ასე თუ ისე ჩვენ უსინათლოები კიდევ ვიგებთ ინფორმაციას. ვინმე სხვასაც გვაქვს შეკითხვა? ძალიან დიდი მადლობა მოწესრიგების შეჯიბრებისთვის. ერთი შეკითხვა გვაქვს ესეთი, რა შეგვიძლია ჩვენ რიგით მოხალხეს ყოველდღიურად როგორ მოვიცეთ, რომ თქვენ უბრალოდ დაგეხმაროთ და თანასწორ უფლებებში ახლოვდეთ. ზოგადად ჩვენ ალბათ რაღაცა იქ დამოკიდებულება უნდა გვაქვს, რომ ერთმანეთსადმი ვიყოთ სოლიდარულები, ერთმანეთს ვეხმარებოდეთ და ასე შემდეგანი. მაგრამ თქვენ რა შეგიძლიათ გააკეთოთ, აი კონკრეტულად შემოპირთა უფლებებისთვის არის ის, რომ აი მაგალითად ეს მომახსენეთ წეგან, რომ ავტობუსში რო ახლა და გაჩერების დახმოვანება არ იქნება დარეკოთ სატრანსპორტო კომპანიაში. ან ხმოვანი შუქნიშნის აპარატს რომ დაინახავთ და ხმა არ აქვს, დარეკოთ თბილისის მერიაში და უთხრათ კონკრეტულად მისამართი სად არ არის და ნება იბოძონ რომ გამოასწორო. ეკრანი გათიშული. ეკრანი რა ხო, აი ეკრანი როცა არის გათიშული, სადაც სუბტიტრები გამოდის უკვე გაჩერებები და ასე შემდეგ, მეტროში, ავტობუსში ამას რო დაინახავთ რომ გათიშულია, დარეკოთ და უთხრათ რომ გათიშულია. როცა დაინახავთ რომ ისეთი პანდუსი არის, სადაც შეიძლება თქვენს რაღაცა დაასრიალდეთ, დაგორდეთ, ამასაც დარეკოთ და უთხრათ რომ იცით რა, აქ არის ეს მოსაგვარებელი. შეიძლება ეს ყველაფერი იმ წუთას არ მოგვარდეს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით მე რაც შემიძლია გითხრათ, არის რომ როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი იზრდება ხოლმე რაღაც საკითხზე, უფრო მეტად გვარდება. თუმცა ახლა ისეთ სიტუაცია გვაქვს, ამას აღარ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ წინარე გამოცდილებით უბრალოდ ამას გეტყვით, რომ იქნებ რამენაირად ასე შევძლოთ ერთმანეთის სადმი სოლიდარობის გამოხატვა. არც ეს თუ კიდე
მაგალითად მანქანა როცა ტროტუარზე დგას და ადამიანი იქ ვერ გაივლის, ამაზეც შეტყობინება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის იცით ეს საჯარო დაპოსტვაც, თუ მაინც და მაინც პოლიციას არ ვენდობით და აღარ გვინდა რაღაცა ურთიერთობა, მაშინ დაპოსტვაც საქმეა, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ რომ ამოიცნობს თავის მანქანას და დაინახავს და ნუ მიხვდება რომ საზოგადოების მხრიდან ეს არ არის წახალისებული და შეწყნარებული. და ასევე რაღაც პატარა რა თქმა უნდა წესები კი არა, ანუ რაღაც რეკომენდაციები არის, რომ მაგალითად აქციებზე რო ვდგავართ, აი ვინმე თუ გვითნობს, ძალიან გვიხარია რომ გამოივლის და მოგვესალმება, გვეტყვის დავშოთ სახელს და საიდან არის, იმიტომ რომ ესე ხმაზე ვერ ვცნობთ ადამიანებს, ესე რაღაც ერთხელ სადღაც შევხვდით და მოკლედ ის რომ მაგალითად თუ ფიქრობთ რომ დახმარება შეიძლება გჭირდება და შეიძლება მოგვიდეთ და გკითხოთ სანამ რაღაცა ხელს მოკიდეთ და სადმე წაგვიყვანთ ან რაღაცა გკითხოთ რა ფორმით შეიძლება გჭირდებოდეს ის დახმარება. ით რომ მაგალითად ვინმესთან ერთად თუ ხართ რომ გვითხრათ რომ მარტოები არ ხართ რომ მით უმეტეს ეხლა ესეთი სიტუაცია არის 1000 თემა განიხილება და ისედაც ხო მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა ზუსტად იცოდეს ვის და რას ეუბნება. ან მაგალითად გასვლას თუ აპირებთ ეხლა აქციებზე არავინ არავისთან 2 და 3 საათი ერთად არ დგას, ან უბრალოდ საკმარისია რომ გვითხრათ რომ დაგვტოვებთ რომ ვიცოდეთ რომ აღარ ვილაპარაკოთ ცარიელ სივრცეში. ეს ესე ძალიან მარტივი პატარა რაღაცებია, რომელიც რა თქმა უნდა ყველა შეუძლია და ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის ყველასთვის. და აქციებზე მინდა თქვა, რა თქმა უნდა ძალიან კაი გარემო არის. სასამართლოებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ აქ თანამოაზრეებით ხარ ხოლმე გარშემორტყმული და სასამართლოში განსაკუთრებით როცა დამსწრე ხარ, აი გიწევს რომ ესე წყალი გამოვლებული იჯდე, ძალიან რთულია ამ ყველაფრის ატარება. მადლობა ყველას, ვინც ისმენდით, ვინც შეკითხავით დასვით. მე მგონი აღარ არის შეკითხვები და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მომხსენებელს.